მე-17 წიგნი ჩემი მე-7 კლასელებისთვის არის ჯაფარა, რომლის ავტორი კეთრინ ერსკინია. ამერიკელი ავტორი. მიძღვნით დავიწყებ. ასეთი მიძღვნა აქვს, იმედი რომ ჩვენ ყველანი მალე უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს. მართლა არაჩვეულებრივი მიძღვნა, მრავლის მთქმელი. ეს წიგნი ანიკო პალიანმა თარგმნა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მთარგმნელია და არა მარტო ჩემი. წიგნის შესახებ დიდი ხანია ვიცი, ჩემმა მოსწავლემ წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში სანდრო ჯოხაძემ წარადგინა ერთ-ერთ ლიტერატურულ კაფეში და მას შემდეგ მინდოდა წაკითხვა, მაგრამ ვერ მოვახერხე და შაბათის მკითხველთა კლუბის მოსწავლემ ბაბომ ძალიან ბევრჯერ ახსენა წიგნი და როდესაც 2 კვირის წინ ერთ-ერთი ჩართვისას კიდევ გაიხსენა, რომ გათენდა მეორედილო, დავიწყე კითხვა და მალევე დავამთავრე. მიხარია, როდესაც მოსწავლეები აღმომაჩენინებენ ხოლმე წიგნებს. წიგნის მთავარი პერსონაჟი არის 9 წლის კეიტლინი, რომელსაც აქვს ასპერგერის სინდრომი, არ უყვარს შეხება, უჭირს კომუნიკაცია, ემოციების მართვა და სახელების დარქმევა მოვლენებისთვის. კეიტლინს ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც მასობრივი მკვლელობის დროს დაცხრილეს, მოკლეს და აი ეს ტრავმა, ტრაგედია ძალიან რთულად გადაიტანა გოგომ და მამამისმა. დედაც გარდაცვლილი ჰყავს მთავარ პერსონაჟს და მამა კი თავის თავშია ჩაკეტილი და ძალიან უჭირს რომ თანაუგრძნოს თავის შვილს. ძალიან განიცდის უფროსი შვილის დაკარგვას. კეიტლინს ჰყავს და ამ სიბნელეში, ამ რთულ ცხოვრებაში გამოჩნდება მისის ბრიუკი, მისი ფსიქოლოგი და ასწავლის საკუთარი ემოციების მართვას ეს ქალი კეიტლინს ეხმარება და ძალიან დიდ როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. წიგნში ვხედავთ კლასელებს, მასწავლებლებს, გარემოს მეზობლებს, ნათესავებს და როგორც მსგავსი თემატიკის წიგნებში, აქაც პირველ პირში მოგვითხრობს კეიტლინი, რაც პერსონაჟის სადმე თანაგანცდას აღღვევებს, მოზარდებს უადვილდებათ, რომ უფრო უკეთ აღიქვან მთავარი პერსონაჟის პრობლემები. კეიტლინი ძალიან საინტერესო გოგოა, უყვარს ხატვა და ლექსიკონები. და ის გამოსავალს იპოვის, რომ თავი დააღწიოს ამ სახლში გამეფებულ დუმილს და თავის ძმას დააბრუნებს, ასე რომ ვთქვათ, ისე რომ მტკივილს არ ანიჭებდეს მასზე საუბარი მამას და თავად მას. უფრო ეს კაუტს ეძახდა ჯაფარა, ალბათ ალუზია არის, ხომ? ნუ მოკლავ ჯაფარას ამ წიგნისა და იმიტომ აქვს აღებული ავტორს ეს სახელი, რომ მის ძმას და კეიტლინს ძალიან უყვარდათ ამ ფილმის ყურება და სკაუტს ეძახდა თავის დაიკოს. კეიტლინის ძმა არის ერთ-ერთი დევონი, ერთ-ერთი დაუვიწყარი პერსონაჟი, რომელიც არის გარდაცვლილი და მაინც უზარმაზარ კვალს ტოვებს მკითხველზე. დაძმობა, უფროსი ძმის როლი, როგორ ეხმარება თავის დას გაუმკლავდეს გარე სამყაროს, რომელიც გაუცხოებულია, რომელსაც არ ესმის მისი და დეივონი არის ისეთი ადამიანის მაგალითი, რომ ვინატრებდით თითოეული ჩვენგანი, რომ ვიყოთ და ბოლოსში არის ძალიან საინტერესო ავტორის შენიშვნა, სადაც გაეცნობი თუ რატომ დაწერა და დაწვრილებით გვიხსნის და აღარ გავიმეორებ მე რა იყო მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს არ გვესმის ერთმანეთის და თუ ეს წიგნიც უნდა და ნაბიჯი ყოფილიყო წინ გადადგმული იმისკენ, რომ უფრო კარგად გავუგოთ ერთმანეთს და რა შეგვეძლო სვამს ესეთ კითხვას ავტორი, რომ ეს მკვლელობა თავიდან აგვეცილებინა, თითოეულ ჩვენგანს რა შეგვეძლო. ამის გააზრებით ვცხოვრობ მე, რა შემიძლია. ვერ მოვასწარი, რომ ბალიშის პირი მეჩვენებინა, ამომეწურა მეხსიერება.
ასეთი არის ბალეშისპირი. ხოლო წარწერა ბალეშისპირისთვის, რომელიც შევარჩი ამგვარია. ჩვენ ყველანი ჩვენებურად განსაკუთრებულები ვართ, ამბობს მისის ბრუკი. განსაკუთრებულობა კარგია. მეც მგონია, რომ ყველანი ვართ განსაკუთრებულები და მოსწავლეებსაც სულ ამას ჩავაგონებ, რომ თითოეული მათგანი არის განსაკუთრებული და ერთმანეთს ვავსებთ ჩვენი განსაკუთრებულობით. თუ კი ამ განცდით გავზრდით ბავშვებს, თაობას აღზრდით, მგონია, რომ უფრო მეტად თვითკმარები იქნებიან და უფრო მეტად კმაყოფილები საკუთარი თავითაც და ეს კიდევ უფრო დადებით ენერგიით დამუხტავს გარემოს. რადგან, როდესაც სხვა გგონია შენზე უპირატესი, ძალიან არასწორად ვითარდება ამ დროს ადამიანი, ასე მგონია. და თუ კი გავიაზრებთ, რომ მეც კარგი ვარ, შენც კარგი ხარ, მეც ბევრი რამ შემიძლია, შენც ბევრი რამ შეგიძლია, აი ეს რაღაცნაირი გარემო ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც ხშირად გვიწევს ხოლმე განსაკუთრებით სასკოლო საზოგადოებას გულისხმობ ყოფნა, უფრო შეიცვლება და გაგვიადულდება ერთმანეთის აღიარება. ამ ერთმანეთის სიხარულით და უნიკალურობით, განსაკუთრებულობით ტკბობა. მადლობა. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ჯაფარა ასპერგერის სინდრომის შესახებ ბევრ რამეს გაიგებთ, ფსიქოლოგიის დანიშნულების შესახებ დაფიქრდებით, გაიცნობთ არაჩვეულებრივ ფსიქოლოგს და ძალიან საინტერესო პერსონაჟებს, კეტლინსა და დევონს. კეტლინის ძმას. პერსონაჟთა სახელების დამახსოვრება თანდათან უკვე სწრაფად რომ ვკითხულობ, უფრო და უფრო მიჭირს. კარგი, მადლობა და დროებით.